კარგი ხარ, სოთე. მარტო ამის ჭამა შეგიძლია. მეც აღარ დავამატებ. მაგრამ გააბრავა რომ დავიწყდა მაქსიმალურად ჩემ ბავშვობის მაკაცია. შუაში თამარ მეფე. აი, სპარტაკარო. გონდეს გიხდება, იმენა დემონი ხარ, მაგრამ შენ ანგელოზი ხარ. შიგნით. გულის სიღრმეში, ამაშია. იგივე რომ ეტენება აქეთ. ვაიმე, პროსტა რა. ვის? ამაში. მე? თუმცა. ჩემ ბავშვობის მაკაცია. შენ შემოგვიერთი მე. შემოგვიერთი რა ამათ შემოუერთი. ანუ მე ჩამანაცვლე რა. მე რო საქმეები გამომიჩნდა, ვინო და ცოტა მოიყვანეს საზოგადოებაში. ეგ არის შენი ისტორია და კარგად ბიჭო მე გამიგეს მაგასურა. ნუ ყვებით რაც მე სიამოვნება კიდე რომ ნახო პოდკასტს. შესანიშნავი ჩიპსია შერეული სხვათა შორის. ძმებო, შეიძლება დავიწყო მე? მაგრამ მიყვარხართ რა, იმიტომ რომ ბევრს ვიღლაბუცებთ ახლა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩესნად, პირველი ვიყავი მე ვინც გააზიარა ერთ-ერთი ეს თქვენი ვიდეო რო დადეთ და არც ჩამირთავს დაჟე ისე რა. ჯეროდა თქვენი, თავიდანვე მჯეროდა, ვიცოდი რომ მაგრები იქნებოდა და წარმატებული. კატო იყო ხო პირველი. დაჟე ხო გეუბნები არ ჩამირდა, არ მახსოვს რა, მაგრამ აი თქვენ ორი რო იყავით ეგ მახსოვს. არ გიყურებთ, მაგრამ ვაზიარებ. ლაიქიც არ დამიწერე. დაასხი ხა. აი ეს მსახიობი რო არის მაინც კაცი რო აი ეს ყველა კი არ დაგიდეთ. გვიმარჯოს. გამო კარგად ხარ ხოლმე? სწორად ზივარ მე. შე ყველაზე ლამაზი ხარ ცოტა. მე რა თქმა უნდა, ჩემი. გაუმარჯოს მაყურებელს, მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მის საყოლებელი პოდკასტის. ორიგი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომლის პროფესიები რო ჩამოვთვალო, ვერ დავასრულებ ალბათ დღის ბოლომდე, ასე რომ ანდრეა გველესიანი ჩვენი ძმა და მეგობარი, ჩვენი საყვარელი ადამიანი. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა მეგობრო. თქვენ გაგიმარჯვოთ და თქვენ გაგიმარჯვოთ კიდევ ვინც კადრს მიღმა ხარ. აი ნახე. დემოკრატიას უფევს თუ თამადაკავთ აქ თუ როგორ ხდება ხო? სრული დემოკრატია. მშვენიერ, და რაც ქვეყანაში გვაკლია, ყველაფერი შეგიძლია. პირველი ატარო გინდა, ყველაფერი. გასაგები. სრული უფლება გაქვს ყველა. პირველ რიგში ისევ და ისევ მადლობა რომ გვესტუმრე ჩემო ძმაო და მადლობა თქვენ რომ დამპატიჟეთ. ვიცი რომ შენ ზოგადად დაკავებული ადამიანი ხარ ძალიან. ხო, მაგრამ თქვენთვის ანუ ამ ამბავში ხო იცი რომ პირიქით. ყავა იყო და ფუდკასტშიც ეგრე როა ეგრე რეპეტიციიდან გამოვიქეცი და ეხლაც იმიტომ რომ თქვენ სადაც მეტყვით როგორც მეტყვით. ხო და რა რეპეტიციებია ეგ უნდა მეკითხა. ეხლა რა ხდება? ბიჭო, ეხლა მოვდივარ ძალიან დიდი ხანია. ნუ ხო ბეურთეატრში ვარ, აგერ აქვე გვერდზე. წისქვილის თეატრი, რომანი, სადაც ჩიკაგოები, მამამიები, ამბები და მიუზიკლები არის. საჭმელებიც არის ხო მან? დავჭამ შუალედებში. ანუ მშიერი, აი ნახე, მან დაირღვა რა, მსახიობი უნდა იყოს მშიერი და უფულო ხო იყო? ხო, არა, ეგ აღარ არის, მშიერი აღარ არის რა მსახიობი. ის წარწერა აღარ არის? არა. სიმსივე რო იყო გვეუბნება რომ რა პირობებში ცხოვრობდნენ. ტყვერით არ იკვებებით მსახიობები, აღარ უფროსორად. იყო ადრე იყო რა ეგ ენთუზიაზმი. ეხლაც არის რა თქმა უნდა. მაგრამ დრო შეიცვალა შემოსწოდნენ რა. რო კი არ შეიძლება ოჯახია სარჩენი. ოჯახიც არის სარჩენი რა. ხო და ანუ აი მიუზიკლები ამბები და იქით ნო ჭოლასთან ფექტორი. მან ხო სიმღერა ჭირდება. ბიჭო ხო, მაგრამ აი უწყვალობ რა რაღაცებს. ძირითადად ჩანაწერებზე მღერი ხოლმე ესე პირს ვაღებ და გუნდი შამახმოვანებს სხვათა შორის რო იცოდეთ. არა ჩვეულებრივი ხო. კი, ნამდვილად. შესაძლებელია. ეს რო ჯეოსტარზე გადიოდა. პროსტა. არა, გახსოვს ფოტო. გადავიღე ფოტო. ჩემთან სახში მე მგონი რა და ყველას ეგრე რომ მეც გავდიოდი. ეგრე იყო რა, გუნდიშა ჯეოსტარი 2011 და ანუ სანამ ლაივები დაიწყება და გეგონათ რომ მე და გუნდიშა ერთად და ძმებო ერთმანეთს არ დააყაროთ და რაღაც კომენტარები. რა მუსიკა უნდა გასულიყავი შეჭა. ხო, წესი. გასულიყავი და მოგენდომებია და დაგეთმოს მაგაცის მე ხოლმე ფინალში რომ შენ და ანდრეა. გახსოვთ ხო ეგეთი რაღაცები რო ხდებოდა. აი ადრე ძმაო ადამიანობა რა დონეზე იყო ასული. ხო, ვინვის დაუთმობს, რას დაუთმობს. აგერ ლიმიტირებული მარტო ამის ჭამა შეგიძლია. მეც აღარ დავამატებ. ისა გვერდზე გადადებული რა იქ. ანდრეას სპექტაკლზე ხარ ნამყოფი?
არა, სხვათა შორის. ძალიან ცუდი. რამდენი ხანია რაც ეს სპექტაკლებში ძალიან ცუდი, მართლა ძალიან ცუდი შეჩმო. ძალიან დიდი ხანია სპექტაკლებში მე როგორ მიყვარს ეგ ისტორია. როგორც იქნა წლების მერე იტოქში, რაღაც ანუ თან მეუნებოდა ხოლმე სულ. მოდი შეჩემა ეს მაგ მოდი რაღაცა ხანიკ მირეკავდა ის საქმე იქ მღერი და მოდი და რაღაც და ნუ კი აბარა მოვალ რაღაც და ერთ დღეს მივედი გადავწყვიტე რომ მეთქი დავაიწავე მოვდივარ მეთქი რა ო თელიუბანი მოდის რა ბრუტუსი ხო იყავი ხო ბრუტუსი მე კი პირველ სკოლებში შენ და ბრუტუსი არის რაღაცა ის სპექტაკლი და არა კომედია იყო თან მაგით დავკერე რომ ბიჭებო მეთქი თქვენ მაინც ახლა იუმორში ხართ და კომედიაზე მოგიყვანთ თქო და გავხერ მომაყოლე შენზე კარგად მივიცი რაც ხდებოდა კალას უთხარი იქ რაღაცა კნობიჭა ის სასტავი შევკარი რა მივიდივართ ხო კი გუნდიშა ლიდერობდა ის რა ქვია კალას მინივენით მივიდივართ სავსეა მინივენი წავით როგორც უფრო ამდენი ხნის მერე ყველა ერთად და მივიდეთ ანდრიას სპექტაკლზე და აი რომ მივედით ახმეტელის თეატრთან უკვე რა აი ვაპარკინგებს და ეს არა ცხადო მირეკავს ბიჭო ისა გიო საცობები გავიარეთ რაღაცა და საცობები აი ვერიდან იქამდე გასვლა ბიზნესი იყო რა წაღამოს ჯერ კიდე მაშინ ცხადო მირეკავს რომ ბიჭო მოვდიოდითო მაგრამ ანდრია ძალიან ცუდად გახდაო და უკან მივდივართო და ავედით ჩვენ ზევით ველოდებით მაინც ან სხვა მსახიობიც იქნება რა ზუსტად ვიღაცა ვერ ითამაშებს ხალხი ელოდება ბევრი ხალხია რა იქ თეატრში ხალხი ელოდება რაღაცა აგინეს ყველას არა სხვათა შორის ჩვენ кайფავდა ხო ვიცოდი რაც მოხდა რაღაც და ხალხი რა მოხდა რაღაცა ვერც რა მოხდა ცუდად ვიყავ არა ხო და იმათაც არ იცოდნენ ხო ბილეთებს კაპელდინერები და ხო სასტავს რა არისიან და კაპელდინერები ეს და იმას კაპელდინერი ჩაგიწერ მოგწერ მესიჯად და მაინც იცოდა ეგ წამოვიდე ამდენი წელი ველოდებოდი რომ ამის იმაზე მივსულიყავი შეჩემა და ცუდად გახდა იმ დღეს მაინდა-მაინც კაი შეჩემა ეხლა დეკორაციები უნდა არა მართლა ერთადერთ ხელ მოხდა როდესაც სპექტაკლი ან კონცერტი ან რაღაც ჩაიშალა ოღონდ აი ბედი ხო გინდა მთელი ცხოვრება ვეხოცებოდი ამათ რომ მოდი ჩემს სპექტაკლზე მოდით ნახეთ როგორი ნიჭიერი ვარ ბიჭებო რაღაცებს და უცებ ბიჭო მოდიან და მეც მაგარი შევართავი და ბელიაშვილზე ძმაო ისე ცუდად გავხდი გაუწყოვნება დამემართა რა მეორე პირველად მაშინ როდესაც ამის მეჯვარე უნდა ყოფილიყავი მაგრამ ბავშვი მაინც მომუნათლე დედას პიცა ვარ აი იმენა ორჯერ ამაზე მჭირს რაღაც მე მიკურს დღეს აქ როგორ მოვედი რა ხო ბიჭო აი ესე ცუდად ვიყავი არ ვამეტებს მაო შვილს არაფერზე არ ვიფიცებ მაგრამ აი ჩათვალეთ მაგას ყოფი აი ესე ჩაუწიე მანქანაში იმას და თავი მივიდე რომ მეთქი ვიბრიდები და დავრეკე მიგრიკასთან რომ მიგრიკვდები ეგ იყო ბოლოს სიტყვები და ბელიაშვილის რაღაც ნომერს გავხედე ბუნდონაჩას და იმენა დავიბრიდე ერთადერთი შემთხვევა იყო და მაინც და მაინც ბიჭო არ ვიცი იმის გამო ძმაო რომ ნერვიულა მე რომ მივდიოდი ბიჭი მოდიოდა ხალხი შემოსვლას ამოვდა და ეგ ტიპი ვიყავი ხო ის შემოდისო და ცუდად იყო ოფლიას ხავდა უეშო ბიჭო არა გეტყვი აი ამაზე რაც დავემართა ვიცი რა რეჟიმი მქონდა ძმებო ისეთი მე ერთი პერიოდი რომ მაქსიმუმ 3 საათი მეძინა რა თან ვარჯიშზე ხო იმენა მაგრამ მევასება ჩემი ნარკოტიკი არის და აი ერთი ორი რეპეტიცია მე წავიდოდი სპექტაკლს ვითამაშეთ სპექტაკლის მე იმას რა ქვია რაღაც კონცერტი მქონდა მაგის მე ღამის რეპეტიცია და მაგის მე მაშინ ასპრია რო ასპრიობდა მივდიოდი ღამის 3 საათზე რა ვარჯიშობდი 1 საათი მე იგივე რეჟიმია 1 საათი და მე ხო და ბიჭო ანუ არ ჭამდი არ სვამდი რაღაც და სადღაც მიმტყუნა და მაინც და მაინც მაგ დღეს მაგრამ მე ბრუტუზე მოვიდნენ და გუნდიშას ძალიან მოეწონა ბრუტუსო ხა გამოვიდა შეჩემ გაკიტლიკანა პირდაპირ ღოანაში ჩახტა იქ ვიღაცები დაჭრა ჰა ავი რაღაც სისხლიანი იყო იყო ცეზარის მკვლელობის ჩემი მე მინდოდა რომ ესე დაგვიწყო ეს ყველაფერი აქ ხალხს ეში ბოდიში აი ძალიან მინდოდა ხო იცი ბუშტებს რო ხედავ ბუშტებზე და წითელ ღილაკებზე ვარ ეგრე რა მადლობა ამას ნელ-ნელა გავხეთქავთ მეგობრებო ბოდიში არ დამაქისი აქ ვიპოვე მაინც რო იცოდ ხო ო ესე არა ბიჭო არ შეგამოწმენ ამის არა ხო ეს აქვეა დღეს გვაქვს სპეციალური გამოშვება მაგრები ხართ, მაგრა ასწორებს. მადლობელი, გენაცვალე. ხე შენგან განსხვავებით ცუდად არ გავხდი დღეს და რომ მოხდა. კარგი ხარ, ვიცი. კაპელდინერი ერთ წამს სანამ დამიწყებია. თეატრში ან საკონცერტო დარბაზში მომუშავე, რომელიც მაყურებლებს უსინჯავს ბილეთებს უსინჯავს. თვალყურები არ ჭირდება. მაგრამ ხერთ როგორი ბილეთი. თვალყურს ადევნებს წესრიგს და სხბ წერტილი.
ანუ სახელი სწორად თქვი? კი, კაპელდინერი. პროსტა თქვენ დამაბნია. ის არ არსებობს ქართული რამე? ბიჭო, ქართულად არ ვიცი, როგორ ჩანს არა. აი, რა უნდა იყოს კაპელდინერი, ყურადღების მიმცევი? წყვილის საუზმე. თავი კაცი. თავი მაგარი. თავი კაცი. ქალები არიან, საქმე მაგაშია. თავი ქალი ხო არ იქნება, ძირითადად გოგონები არიან. თავი ქალი. რა სექსიზმია? ბიჭო, მე ხო სექსისტი ვარ. თავი ქალი ვერ იქნება? არ ვიცი, ვერ გეტყვი. გავაგზავნეთ, დღეს გვაქვს რაღაც. დღეს გვაქვს სპეშალ ეპიზოდი ვერ დავარქმევ, მაგრამ ჰელოვინის მიეძღვნა დღევანდელი გადაცემა და ხედავთ რომ გაფორმებებში რაღაცები იმოსკენით ვიზრუნეთ რომ უფრო მე რა ვიზრუნე აქ ვიზრუნეს მაყვალა ყავს გაფორმებებზე შესანიშნავი და არაჩვეულებრივად მოგვიწყო დღევანდელი საუბარი და ცოდნა შენი იზრუნვაც ეთყობა ზე მაინტერესებს ჩემი აზრი სატანურია თუ არა ეს ყოველივე გუნდიშას აზრი ვიცი იმიტომ რომ გუნდიშას აზრი არის რომ ეს არის ჰელოვინის გამარჯობა ეშმაკო მართლა გაგიმარჯოს პატარა არა გამარჯობა win ხო ანუ hello win ეშმაკია ეგრე არ ვიცი აზრია რომ რას ნიშნავს მაგრამ ყველა წმინდანის ღამე ანუ გეტყვი რა ჩვენ ხო გქონდა ჭიაკოკონობა რაღაც ესეთი არ ვიცი კავკასიური დღესასწაულები ჰელოვინი არის იგივე პონტი ოღონდ აი ბერიკაობა რაღაცეები იყო რა ჩვენთან ტიპები რო დარბიოდა ხო ანუ ოღონდ ჰელოვინი არის ევროპული რა ევროპული ეგ პონტი არის რა და რავი თორსები კელტურია ხო ყველა წმინდანის დღე ნახე არ ვიცი მონდი ეგრე აი დასახელებას და რაღაცას რო არ ჩავეციოთ მე გეტყვით აი ეხა მომაფიქრდა რა, კარგი რა პონჩი არის რა. ანუ ბავშვებს თუ ადრე ეშინოდათ სულები არსებობენ და რაღაცა ეხა ხდები, იმის ქვეშ რამე ხო არ არის და რაღაცა, ანუ რაღაცნაირად აი ეხა თუმცა ტრანსილვანია ჰოტელ ტრანსილვანია რაღაც ხო არის რა, სადაც არ გვინდა ეს ჰომოფობიური გადაცემაა და ტრანსილვანიები და რაღაც. კარგი. გონს გავიცინოთ ხოლმე თვალი ჩაუგრათ ერთმანეთს რომ ხო ვიყარ ხარ ცოტნე გიждები ჩენს ორი ხო ხო და ანუ მგონია რომ ეხსანის მაგრადევასება მაგალითად ჰოტელ ტრანსილვანია რაღაც და რაღაც რო ხდები აი ეს ტიპებიც არ არიან რა ცუდი როჟები რა ხო ანუ ბავშვი შეშინებული არ დადის აი დიდი ბუა მოვა და შეჭამს რაღაც პონტი არ არის და ზოგადად მგონია რომ შიში ბავშვს არ უნდა ჩაენერგოს ამ პონტში მგონია რომ კარგად მოქმედებს კი ეგ ლოგიკურია კაც ფრაზეა საუბარი მაგრამ თვითონ მომენტს ანუ ეხა ჩვენ ბავშვობაში ჰელოვინი რა იყო? არ ვიცოდი, ჰელოვინი როდის გავიგეთ რა იყო? ჰელოვინი მე გავიგე ბენდის ივენთების პონჩი, ვა ჰელოვინია და დაუგრათ ჰელოვინია ვაკარია. ჩვენ უკვე ხო სულწლები ვიყავით როგორც მინიმუმ. ისეთი სტანდარტული ჰელოვინი არ მქონია არასოდეს. ანუ აი სტანდარტული ჰელოვინი მე რაც ამერიკულ ფილმებში რო იმას ხო გაავს მაინც შეში. თავში ლურსმანი უნდა და ეს ფრანკენშტეინი ხო. ეგონი იქ როგორ ისა. როგორ მევასება. როდეს არის ჰელოვინი? დღეს არ არის 20? არ თქვა რა უნდა იყო, იმიტომ რომ ის ვიდეო ცოტა მე ვიცი. აიღებთ რამე ჰელოვინზე დამაკმანში. ჩვენ ოქტოპუსზე ვაპირებთ რაღაც გრანდიოზულ ბიჭო მე მაგალითად ელვისი ვიქნებოდი რამე. შენ ხო? არა ბიჭო ანუ აი ეგ პონტი არ მქონია რომ ეს კარგი რატო ელვისი მონე აი იმიტომ რომ მანი არ უნდა ანდრეას ამას ძალიან უყვარს ეს ტუტ რაღაცებს რომ უბერავს ხოლმე ინგლისურად ქართულებს რომ ღერის მე ეგრე ძალიან არის თუ სივერა ყველაზე მაგრა უხდება სულ მაგას მივღერი ხოლმე აუ მოყვეთ გუნდეში არა კაი სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვიდეოა შეჩემა ეს რო არის იმაზე რა ქვია სტერეოტიპებში აუ ეგ პიზდეცი იყო იმ სიმღერას გამახსენდა ეხლა რა ვარსკვლავიდან სუპრის ვარსკვლავამდე მიმი რო იყო და კალამი შიჩიმა ნახე შენზე მიმები იქნება რა გინდა ამ ტელევიზიებში გამოდი ვაკედან და რაღაცა გითხრა რამე ამას წინებზე ყველი გითხრა რამე ბიჭო მე ნო კაი ნაუ საკვავი ვარსკვლავების ის გავიხსენე და მანქანა მოიგე ხო მანდ კი რა მანქანა მოიგე იმიტომ რომ მეტი ვერ ჩარიცხა ია მეტი ვერ ჩამირიცხით ია სერანო მაგარი მანქანა მაგარი მანქანა კოსთან ხო ხო სტანისლავთან ბიჭო მჯობდა ისე სტასი ეს ეძახდა შეჩემა მე და სტასი რეპეტიციოთ რა ხო იგი ემატებოდა ჩემს და რამდენ ხანში გაყიდე ის მანქანა ბიჭო მალევე ჯერ ერთი მაგრად არ მევასებოდა რა
ყველაზე მაგრა შენც ყოფდი მეთქი ამ მაგ სეზონში თქო და ეს ნიჭიერი ბიჭია ბავშვობიდან ვის მეტახმებით like ან თავიდან ჩარიცხეთ ფული ვისაც არ გამოგიშვიათ SMS-ი ერთ თამაშობდა ხოლმე ვერასდროს აუ გინ ბურთი გააზრეთ ამამ სამპასკუალოს სკაუტებში იყო სამპასკუალე მაგარი ეკიპო იყო ეგეც არის ანდრიას რამდენი შუტკა არის იმაზე ოქტოპუსზე როგორც არიციან ხალხმა რომ სამპასკუალეს პონჩი ხო სამპასკუალეს სკაუტები ჩემი ძმა ამბობს იქ ანდრიას მამა შეხვდა ეს არის ესპანეთში წასული ერთი აიხანია 6 თვე 7 თვე რაღაცა ის გვირეკავს ხოლმე ბიჭებო მომენატრეთ რაღაცა ესპანეთი იწვის მადრიდი და მადროგოლი ავინდია და რაღაცა ეს გვებაზრება და მამამისი შეხვდა რა იქ ქვევით ქუჩაზე და რა შვება მეთქი ანდრია რაღაცა ის და ძალიან ბედნიერი გვეუბნება რომ აიო ძალიან გაუმართლაო ფეხბურთშიო რა აი ისეთ კაი გუნდში მოხვდავ აი სერფერიო რო ტალღას შეახტება ეგრე შეახტა ანდრია თავის გუნდს ოღონდ დათოს მეტაფორები წაუბარი რა სათამაშოს მეთქი ველოდები მეთქი აი რაღაც რეალის დუბლებშია სამპასკუალეო და სამპასკუალეს კაუ ბიჭო ისე ხუმრობა იქით იყოს და აი პოლოლიკა იყო მაშინ რა ელში და ყველაზე მნიშვნელოვანი პროევას რა ნუ ის გავმაზე აგვისტოში უნდა მქონოდა ხეტაფეში რა სინჯი და წამოვედი ივნისში დავბრუნდი აქ. მაგრამ შესთან ვიტყვი რომ აი ჩემით სამპასკუალეს იმენა მარტო მე მივახციე და ხმარ ბიჭო აი ტვინს უბურღავდი რა ხო იცი ტიპებს ისე ვიყავი ახაც ხო იცი აქტიური ტიპი ვარ მაგრამ არა ძმაო იმ დროს საერთოდ არ მღეროდი იმ დროს იქაური ძმაკაცები ვინც ყავს რო ჩამოვედი და უცებ არტისტი რო გავიჩითე გიტარა რაღაც ამბავი ყველას უკვირდა რა იმიტომ რომ ხმა არ ამომიღია საერთოდ არ მღეროდი აქ ახსოვს ჩვენ რომ ფეხბურთს თამაშობდი და მაგ პერიოდში საერთოდ არ მღეროდი არა აი იმენა პროტესტი მქონდა უცებ რაღაც ბიჭო მე დავიწყე კი არა ბავშვობაში სუმღეროდი სადაც 7-8 წლამდე აი იმენა სულე აი ხო ხტები რო გეკითხა ერთი 7 წლის ანდრიასთვის ვინ იქნები გეტყოდა რომ ოპერის მომღერალი უნდა გავხდი მე ხო ხტები იქ შობლებს რო უყურებდი მომღერლები რაღაც და ალბათ შინაგანი პროტესტი და საერთოდ გავჩომდი და სპორტი მე ზიდანი უნდა აზია რა ის სიმღერას მივაწვეთო მე წავიდა რო იტყვის მაგას სცენის მტვერი მე ყველა სპორტში წარმატებული ვიყავ ბიჭო ვიცი კაცო სამპასკუალეს კაუტები მონაგონი ესა ნიც სათამაშობდნენ ვიცი მე რო წავედი ვებხებში თუ რა იქვა არა ჯერ ერთად თამაშობდი პეტრეს სკოლაში ანდროს გუნდია სახელია ვებხები შეჭო მაგრამ კაი სახელია არა ვებხები კი არა რა გერქვა ლუდისა ჩვენი წარმდგენი ლუდისა და ჩვენი მეგობარი ბავარია ამჯერა რომ ამბიც ესე რეკლამაში ფულსოვდი დასაწყისში დავავიწყდა რომ მე თქვა და მაგრამ გააბრავა რომ დავავიწყდა მაქსიმალურად შემიძლია რომ მეც თქვა გინდა დაგეხმარო მოგეწონა თუ არა ჩიპსი ჩემო კარგო ადამიანი ძალიან თან შერეული რა შერეული არის შერეული ჩვენ ახალი ჩიპსი გამოვშვით გემოებით ესე ალეა დავყარი აქ მეგონა რომ სხვა იყო და ხო ძალიან კარგი ჩიპსი არის თან ჩიპს დიდი ხანია არ მიჭამია და ლუდის ძალიან მომწონს რაშვებიო მაიკონწერს აი რა ახორ შეიძლება ეს არის 365 მიზეზი რატო უნდა დალიო ანუ იმაზე არის გადანაწილებული ეს იგი გვიდებს მაინც ყოველი შემთხვევა რა დღეს 24-ია თუ 25 27-ია შენი დაბადების დღე 24 24 ხო მე მეგონა რიცხვს მაგითხებოდა გამომგონებლების დღე არის 24 ივნისი კი ჩვენ გამომგონებლები ზოგადად სხვანაირი ხალხია შენ და ყოფილიყავი 27 ივნისს დაბადებული რატო თევზაობის დღეა გევასება ხო თევზაობა ბიჭო სანის ევასება მაგრად 28-ში არის თუ გამოიცნობთ მე დავლევ ერთ შოტს 28-ში არის ყველაზე ნიჭიერი ხალხის დღე რა ალბათ რა ჩასაცმელია რაღაც ჩასაცმელი პროზიტების დღე ნუ პირდაპირ რატო თქვი ჩეჩემა დალია შოტი შენ სხვა გეტყვი საოლდო მინიშნების გაშ ვერ მიხვდებოდ. მაპატიე სხვა 17 ივლისი შენ უფრო მსუქნების დღესასწაული. ბიჭო, ცოტნე არ არის მსუქნე. ვინ მეუბნება ამას, რომელიც 2 კილოც ჩემზე მეტი. გავიხადო. არა, ესე მართლა რა გჭირთ ბიჭებო რა არის ეს. არა, ას გავხარ ბიჭო. ბავშვობა რატან საფუჭებს ეს შენ არ ვიცი, მაგრამ ეს კაი ხომრობ შენ კარკტანზე იქნებოდი ალბათ. მაგრამ ეს კარკტანზე როდის იყო ძმაზე გაფრთხილდა სკოლის პერიოდში. მაგარტანზე? მაგარი რა გითხრა. გამხდარი და შულზე. გამხდარი მახსოვს. ბიჭო, არა, აი ეს სვეტში მაგარტანზე იყო ყოველთვის რა. ნუ ჩემს მერე რა.
ეს ვარჯიშობდა სახეს იღებდა მე ხო არა ჩვენი არა იმაზე რა ქვია რაგბიზე და ჩვენი ერთანზე ვიყავი ბიჭო ხო და შენ ეხაც როია რომ რა ცეკვა სურვაზეს დავდიოდ ცეკვას დავდიოდ აი ბიჭოს ბავშვობის მაგაც რო არის მაგით აი რაღაცა აი რაღაცები არ ვიცით მაგრამ არა დაბადების დღეს რატო არ დამპატიო ვაფშე არ მიცნობ ბიჭო არა პროსტა მე გონებაში შენ და აი ჩემზე რაც ერთადერთი ძმა რომ მყავს შემადა ისიც ძმის განიცი შენზე რაღაცა ჩემი გლის გამოიცის ეგ ყველა ხო არა ანდრია და ცოტა ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ ძალიან დიდი ხანია რაღაც მაგრამ ბავშვობის რაღაცა არ არის რა ბიჭო მე არა ჩემ ძაღლს ეს გება რა მე რო გავიჩნდეს საზმაკაცოში შურს რა მოდი რა მოდი თქვათ რომ მე არ დავკარგულ ვარ აი მოდი მე რას იმას ჩავაბარებ ბიჭებო დავაი თქვენ არ დალიოთ მე თამაშის დროს ისედაც ხო მე დაგისვით არის გაიზმაო შემოგელთ გენოს რა იყო ეს ლოჯიკები არ ჩეთ პატარებიც უკვე მოყოლა აი რა მოყოლა რა არის საშუალება ვისკი კაია აი ვისკი კაია გაბუ შენ მაგიტო იყო იაფები უი იქ უნდა ჩააგდოთ ხო ვერა აი ანდრიამ გაიხადა გაახურდა ჩემი კამერა ის არის რატო მაგრამ კამერაში რატო უნდა ვიყო მონოლოგს რაღაც ეგ უნდა გააკეთო აი კამერაში გააკეთე მიდი აბა ეწავს მაინტერესებს შენ ხო კაი მსახიობი ხარ ხვდებით ანდრიასთან რატო აღარ ვარ თქო გააკეთე ბავარია არ წარგიდგენია დღეს არ წარგიდგენია ნუ არ მომეწონა მეგობრებო ახლა ერთავს არჩე 3 2 კლაპ go მეგობრებო ჩვენი მეგობარი ლუდი არის ბავარია რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება ძალიან ოლდსკული არ მომწონს რა ბიჭო აი უფრო თანამედროვე მეგობრებო ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია რომელიც ძალიან ინფლუენსერულია არ მომწონს არა ბიჭო ანუ ნახე როგორ რაღაც მინდა აი ბუნებრივი იყავი შენ რაც ხარ ცოტნე იყავი რა სხვადასხვის მეგობრებო ჩვენი მეგობარი ლუდი არის ბავარია რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება ცოტნეს პაროდიას გავაკეთებ მე როგორც უნდა გააკეთოს წესით ლუდი შემა ჩვენი ლუდი და უფრო კარგი იქნება უფრო ის ჩვენი მეგობარი ლუდია ავარია და 300 წელზე მეტი არის მეგობრებო შეგიძლიათ ყველა წინა გადაცემა გადაახვიოთ და ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც გუნდიში ამბობს რეკლამას ოპა ანუ სპეციალური გადაცემა სპეციალია არა უბრალოდ ზარმაცია ფეხებზე კიდია მე უნდა ვიზრუნო იქ რეკლამა ვთქვა ბიჭო ყველას ჩვენი ის ყავს რა აღიარი თორე თვალშიც ის გაიგეთ საინტერესოზე მალაბარაკი ხელოვნებასთან როგორ ხარ ანდრია ბიჭო აი ეს მაინც ახლა ხელოვნება მაინც მე უფრო ხო არ შემდგარი სპორტსმენია ჩამარჭო რა თავში დანა გაუკეთ თავში დანა ოღონდ მართლა მეტყინა ბიჭო აი შორს რა გაიგე ახლა რომ ძარცვა მოხდა ლუვრში ხო მე არა არ გამიგია პირამიდა რო არის ოღონდ ევროპაში არა ის მე ევროტორიდან ვიცი არ გამიგია ძარცვები და რაღაცები არა 4 ჩუვაკი შევარდა ადრე გაიტანეს რამდენი მილიონისო 150 მილიონის ტავარი გახდეს ტავარი აი ხალხი რა მოიპარეს ნაპოლეონის სოლი ნაპოლეონის სოლს გეტყვი ხა მიდი 3 2 არა 1 კრისტინა ვინ ოღლოცინა რა თქვი კრისტინა ოღლოცინა ნახეთ ნაპოლეონი ფილმი ბიჭო ფილმებზე ვიბაზრობთ ხო კაი 4 ტიპმა გაიტანა 150 მილიონი 150 მილიონი და ერთი გვირგვინი დაუვარდა გზაში ძალიან ბევრი ბრილიანტებიანი რაღაც და დააზიანეს თან დარჩეთ დაუვარდა ხო იქიდან შევიდნენ რაღაც აიუნიდან და რაღაც მაგრა გაძარცვეს რაღაც და ჩვენ ვართ ბიჭო დაუნახავი ხალხი ადამიანი შევარდა ბიჭო იქ ბანკში 300,000 მოითხოვა ჩვენთან აი 300,000 კაცმა ანკესი მოითხოვა ის არ მიისაში ხო იქ ბიჭო რამხელა კუშებზე არის ბასა ჩვენ ბიჭო მოკრძალებული ისე მოკრძალებულები ყავს სხვა მასშტაბია გაიგე ჩვენთან ძარცველებმა იციან რომ იმის იქით ვერ გამოვა აი ატარაკებ ხა ბანკში გეუბნები ხა ხა ფიქრობ ნაპოლეონის სოლზე მარტო და ვერ ვიხსენებ ვერაფერს ბიჭო ვიცი რომ ეს დამოვისლა ჟოზეფინა ხო კი უი ბიჭო იმას უყურე შენ ვიცი რომ ჯეისონ მომოაგევასება და Apple TV-ს ის ახალი სერიალი რო გამოვიდა მაგის მერე გამოვიდა ტიპი თამაშობს აი ტომელები რო არის იქ რო არის არ მიყურებია ბიჭო ძალიან მაგარი ექშენია ნახე ხო შენ ტრეილერი ტრეილერი ნახე და ვაპირებ რომ გამოვა სეზონი ჩაუგზდე არ არის ბოლომდე დამთავრებული მეგონი არა Netflix-ი არ არის ეგრევე რომ მე ეგრე ვიცი რომ
ჯერ არის დამთავრებული სეზონი. ბიჭო ხო, მაგრამ აი გადაღებები. სეზონები შენ ხო, კინოზე ფილმებზე ვილაპარაკოთ და მე მქონდა შენ კითხვები, რომ თანამედროვე კინემატოგრაფია. შენი საყვარელი როლი რა არის კინოებში ბიუროკრატიას გარდა რომ კინემატოგრაფია ეს კეთილის. დიდი ხანია კრიზისი არის ხელოვნებაში, არა მარტო თეატრში, კინოში, მუსიკაშიც რა, ძმობას გაფიცებ, ვინ მოგწონთ. აი ეხა თუნდაც თანამედროვე ტიპები თქვათ. ვერ გეტყვი არ ვიცი აი რთული ბიჭო სათქმელია. მოდი გავართულოთ კიდე. აი ძალიან შეჭება მე ცეკვას ზუმი დაზუმეთ. ცეკვას დავდიოდი ხო კი არ მიტყუები. ხო დაზუმეთ. ცოდნე დაზუმეთ. აი შარვალი მეწოდება შევა რამე არ გამოგექცეს მე შარვალს რომ ცოდნე მორბის დააკავე ჯერ შეჭება რომ არ გაიგო. აх ჩემი. მისმენ. მე ეხა შენ თუ სერიოზულად გააგრძელებ ისე ბაზარი არა. ბიჭო, არ მინდა. მუსიკაში რა, მუსიკაშიც ძალიან სერიოზული კრიზისია რა. ანუ გეტყვი რა, მე გეტყვი. ზოგადად გრძნობები არსებობს, ანუ აი, სიყვარული, ბოროტ, ანუ მოკლედ რა, იმდენად ამოიწურა რაღაც ყველაფერი. თუნდაც მუსიკა რა ხო ხდები არის კლასიკა, მე ეს ტრიალებს. აი ეხა მე ვერაფერს ვერ დავწერ პირობითად ისეც, ნუ არ გულისხმობ ლირიკას, სიტყვას რა. მუსიკალურად ხო? რომელიც რამეს არ გაიმეორებს რა ხდები რისი თქვა მინდა? იმდენად ყველაფერი უკვე დაწერილია, ყველაფერი უკვე გადაღებულია, ხო? რომ აი რაღაც აღარ არის რა, ახალი თან გეტყვი მაინც რისი ბრალია რა. ბიჭო აი რაღაც არ მინდა ძალიან სიღრმეებში წავიდე, მაგრამ ბიჭო რაღაც ხალხის განწყობის რა თითქოს არაფერი სიახლე აღარ ხდება, ყველაფერი გადათელილია და ინსპირაცია არ აქვს არც ერთ ხელოვანს რა, რაღაცის თქმის. ან ეს რაღაცეები რაზეც ბაზრობენ, არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, თორე მაშინ არ იქნებოდა ამ ხელა კრიზისი რა ხელოვნებაში რა. ბიჭო შეიძლება, მაგრამ მე როგორ უყურებ იმ ყველაფერს თითქოს აი კინოს თემაზე მოგსაუბარი ხა ამ შემთხვევაში მუსიკაზე უბრალოდ რა ვერი ლაპარაკებ ალბათ. არა უცხოურზე მოგსაუბარი. არა ზოგადად ყველა კინოზე მოგსაუბარი. ნახე ჩქარები და ზოგადად ყველა კინოზე მოგსაუბარი აი ჯაგაჯუკები. 8 წუთი რო ავიღოთ. ხო 8 წუთი ხო ალბათ ყველა მიცის რა მეტრაჟიანი ფილმი რომელიც ჩემი აზრით გასაგებია რომ თქვათ ოსკარს შეიძლება არ იმსახურებთ, მაგრამ ძალიან საინტერესო ის არის რა გადაღებული ფილმი რომელიც რატო წაიღე შეჭ. ნორფერი. ძალიან კარგ თემაზეა, რაღაც განსხვავებულზე და საინტერესოზე. ქართული როაც. ხო, გოგიჩას ფილმი არის. ვიცი? ძალიან მომწონს მე. და ანუ მივესალმები ყოველ გავიგუდეს იცი. არა, მაგარია, მართლა კაი. ეხა მომინდა ხო იცი მაგ ფილმის ყურა. ვაიბები მოიტანა იმის რა, ცისფერიმთების არ ვიცი რატო, მაგრამ რაღაც ხო, რაღაც აი ისეთი იუმორი იყო, ხო ხთები არაპირდაპირი, აი უბრალოდ რომ უნდა ის სიამოვნო ყურებით რა. ზოგადად რაც შეეხება სოფლიო კინემატოგრაფიას. მადლობ კენესვალე კიდევ ერთხელ. აქცენტი აქვს ფულის კეთებაზე. ანუ მე მაგას ვაბრალებ ბიჭო ყველას რა. იმიტომ რომ აი ნახე ფრანშიზა რაღაც ფორსაჟი შეჩემა არის მე-14 გამოდის ეხა მე მგონი თუ მე რამდენი. ანუ იმიტომ რომ ფულს აკეთებს რა და всё ბიგ მარად ქარხანაა რა. ხო რა. მართლა ეგრე. ლიჟბი ფული გააკეთოს კინომ რა. ანუ კინოს არ აკეთებენ იმიტომ რომ შექმნა ხელოვნება და რაღაცა და საინტერესო გააკეთო. ბიჭო, მოდი გინდა გითხრა, აი სხვა შორის ჭოლასთან Factory 42-ში ვთამაშობ ტუცის. ძალიან კარგი სპექტაკლია, მოდით სუდად არ გავხდები პირობაზე. ხალისმანში. შეხედენ ბიჭო, იქ არის მე რა პერსონაჟსაც ვთამაშობ, რეჟისორია რა და ესეთ რაღაცას იძახის რა. ანუ იღებს ყველაზე პაპსა სერიალს, რომელსაც ბევრი მაყურებელი ყავს რა. თქო არ აღირებულს. იძახის რომ აი შეხედეთ ორი ჯეკ დენიელსი მაქვს რა, ეს არის წითელი, რომელიც $25 ღირს, ეს არის შავი, რომელიც ოდნავ უფრო მეტი. მაგრამ არსებობსო $400-იანი ლურჯი ჯონი ვოკერიო, რომელიც რა თქმა უნდა ამაზე ბევრად გემრიელია, ერთი და იგივე ფილმმა აწარმოებთ, მაგრამ ხალხმა
იცის 99% ხალხის მარტო წითელი ჯონი უოქერის გემო რა. ხო ხტები? ანუ ტიპებს მაინც ამას შვებიან, ოღონდ ცდილობენ რომ იყოს ხარისხიანი, მაგრამ ვერ იქნება ღირებული, ხტები რაშია. პროსტა პაპს ანუ ხალხზე მორგებულია ვითომ ბრჭყალებში, მაგრამ ის იკარგება ხელოვნების სათქმელი იკარგება. ანუ რისთვის არის მაშინ ხელოვნება, სცენა, თეატრი, როგორც არის მედიცინა, ანუ ადამიანი სუდად რო ხტები ხელი რო გაგეჭრა მიხვიდე და გიმკურნალოს, ეგ დანიშნულება აქვს ჩემთვის კინოს, თეატრს, მუსიკას, რომ ადამიანს რომელსაც პირობითად მენტალური პრობლემა აქვს ან რაღაც მსგავსი, რაღაც მუსიკა მოისმინოს და თუნდაც იმ მუსიკიდან რაღაც პატარა ტექსტმა მის აზროვნებაზე ესეთი გავლენა მოახდინოს, რომ გადარჩეს ეს ტიპი, ხვდები? ძალიან დიდი დანიშნულება აქვს რეალურად ხელოვნებას და ეგ სამწუხაროდ არ ვიცი, ალბათ ძალიან რედკად აღარ ხდება რა. ეხლა ხო უფრო წამოვიდა თეატრისკენ, ადრე ხო ძალიან ჩაკარგული იყო. ეხლა ხო ამჩნევ რო იდეაში. საქართველოში აი მე ვიტყვი რა, დოი ახალი თეატრი. იცი რამდენს მოუწერია? არა, იქ ცეხის თეატრი არა, ის ქალაქის თეატრი არის, ჩვენ ხო, ბოდიში მე. ყველა ანუ ზოგადად ნახე ბოლო პერიოდში აი იყო ესეთი სპექტაკლი, მე გადმოცურავ ზღვას დოისთან და ასევე კიდე ბევრი სპექტაკლები, ასევე ჩვენ თეატრში, ახმეტელის თეატრში სუაშლაგები არის. ანუ ხალხს იმდენად ვერ ყიდულობდნენ ბილეთებს რა, მემწერდნენ დაჟე სხვა თეატრებზე, რომ ხო არ შეიძლება რომ ინტერესი წამოვიდა რა, რაღაც ეგ თაობათაცვლილება მათ გამოიწვია რა. ჩვენ ხა ჩვენით არ დავდიოდი თეატრში. და ცუდად და ამას წერდნენ ბილეთებზე და ეს მოცლარად იაფში ბიჭო არა არ გავხდები აი გულწრფელად გეტყვი მე არ ვარ თეატრის ადამიანი ანუ მაგრამ კინო ხომ მოგწონს უნდა განვითარდეს უნდა იმუშაოს მაგ სფერომ მაგრამ ნუ მე არ ვარ ადამიანი რომელიც აღდება რა პრობლემაა ორჯერ თუ სამჯერ ვარ დამყოფი სამივეჯერ გამისორდა მაგრამ ნუ აი მაინც არ არის რა ჩემი თემა რა რომ თეატრის ტიპი არ ვარ რამდენჯერაც მივედი იმდენად გამისწორდა ბიჭო მაგრა გაუს მეპარება მაგაში დედას ვიცა ვარ კალაზე და აი ვინც კი იყვნენ ყველაზე მეტად ოღონდ მე ვიბაზრეთ სვეტში მე დასკვნები და რეცენზიები ქონდა დაწერილი მართლა ანუ ესე ბაზრობს მაგრამ ევასება რა ხო თეატრის კრიტიკოსი გიორგი გონდიშვილი მე ანუ თეატრს გეტყვი რა ნახიბლია ჩემი ადგილი არ არის შენი ადგილი მაგრამ ნახე თეატრს რა ხიბლი აქვს ბიჭო სასმელს რო დაამატებთ იქ ჩემს ყველა ლუდი თუ იქნება შესასვლელში პირველი ეგრევე მოვიზიდოთ ალკოჰოლით ბიჭო რა არის თეატრი აი კინო ოღონდ კინორითი ჯობი თავის პლუსები აქვს რა კინო ის არის რომ შენ რაღაც როლი ითამაშე ხალხს ამ როლით შეუყვარი და დარჩა რა ლეგენდარული არის ეხ თეატრებში შეიძლება რაღაც როლები აკეთო მაგრამ აი ისე გაქრეს ეს ყველაფერი როგორც არაფერი რა ვიღაც მოვიდა აუ რა კარგი იყო აი გიორგი გუნდიშვილმა მეფელირი რა მაგრაია მაგრამ აი წავიდა ძალიან იშვიათად ხდება რომ რაღაც აი როგორც რა მასშიკვაძე ხო ხტები რაღაც დატოვონ რა ძალიან დიდი სახელი თუმცა ბიჭო იმდენად დიდი ის არის რა აი ჯადოსნობა და ჯადოქრობა თეატრში ნებისმიერ როლს ყველა გამოსვლაზე თამაშობ ანუ რა თქმა უნდა რაღაცეები გიზის ჩარჩოში მაგრამ ყოველთვის სხვადასხვანაირად რა რესი თქვა მინდა იცი რომ ყველანაირი განწყობა ყველანაირი სიტუაცია ქვეყანაში ოჯახში ნებისმიერი რაღაცის ჩადება და სათქმელის გამოტანა შეგიძლია ხოლმე ყოველდღიურად რა ანუ ძალიან ცოცხალი არის ხვდები აი ცოცხლობს რა კი ნუ არის დააფიქსირე მორჩა ის ცოცხალია და მაგით ვინც кайფობს ხვდები ტიპები როგორი თეატრის მაყურებელი იცი როგორია ის კი არა აი მივედი და რაღაც დადგმა ერთხელ ნახი არა ტიპი დადის 1-9-ჯერ 10ჯერ ნახულობს იმიტომ რომ ეგ кайფი იცის რომ აი ცოტნე იმ სპექტაკლში დღეს რო ბიჭო გუშინ იცი როგორ ითამაშა ანუ ხო ხტები ხო რა და ეგ პონტი კინოში არ არსებობს ხტები ანუ შენ უფრო თავისუფალი ხარ უფრო რაღაც სხვა რაღაცებს ამჟღავნებ ხო მაგრამ აი ხა რამდენად დამეთანხმები ამაში რომ მე დამიმუღამებია რომ თეატრის მსახიობი როდესაც კინოში იღებს მონაწილეობას, ანუ თეატრში უფრო ოვერაქტინგი სჭირდება იმისთვის, რომ ემოცია გადასცე მაყურებელს ადგილზე რა, ანუ იმ სცენიდან მიაწოდოს ხო არა ხო მიაწოდოს ხო მიაწოდოს ხო მიაწოდოს არა ხო კაინა ხო არა ნუ მივხვდით რასაც გულისხმობ. ხო და ოვერაქტინგი გამოდგით ხოლმე. თუ მარტო ეს იქნება ამოჭრეს ცელიდან მიაწოდინა. ამას გამიტოვებენ ტიკტოკ. ხო და ამოჭრიან დათო. ამოჭრიან. აუ ყალას რო ურეკავ ხოლმე მაყარდი. ის ჭირთ ხოლმე რა. ანუ კინოშიც თამაშობენ ისე როგორც სცენაზე. მაგრამ განსხვავებული თამაში ჭირდება. მაგრამ კი ანუ კინო იცი რა არის? აი ეხა ჩვენ რას ვაკეთებთ ეგ არის კინო რა.
არა მართლა ეგ არის ანუ ამაზე მეტი არ არის საჭირო რა პროსტა შეიძლება მე პერსონა ვიყო უფრო გამომხატველი შენ ნაკლებად მაგრამ ეს ბუნებრივია რა ეხლა ცხოვრებას ხო ესე ვბაზრობ მე ანუ ხო ანუ ეს ხო არ არის კამერა საერთოდ ვერ გზნობ ეხა მაგრამ სადღაც ჩართულია ეგ ხო და შენ ახლა კამერას ვერ მიაწოდებ ხვდები ვერ მიაწოდებ აი რო გინდოდეს ვერა მაგრამ რა ის თქვა მინდა იცი რომ არიან მსახიობები რომლებიც მაგ ბალანს ახერხებენ. მაგას ხო, მაგრამ თუმცა აი ძმაო დენზელ ვაშინგტონი და დენზელ ვაშინგტონია რა, ხო ძალიან მაგარია კინოში. წავიკითხე რეცენზიები, ხ სპექტაკლი ითამაშეს და იდოქში საშინელება არა, მაგრამ აი ძალიან ცუდი იყო რა, თეატრში რა. სრულიად განსხვავებული, იმიტომ რომ სხვანაირი, მაგრამ არიან ტიპები, აი ჩემი ფავორიტი მაინც თანამედროვე მთლად აღარ გამოდის, მაგრამ დენიელ დე-ლუისი არის ჩემთვის number 1 actor რა, მარლონ ბრანდოს პაკალენის მერე რა. ტიპი ძმაო თეატრში ხო საოცრება იყო და აქ კი იცით რასაც აკეთებს, მაგრამ იმდენად ნაღდი იყო, რომ ხო იცი როგორ წავიდა თეატრიდან. ჰამლეტს თამაშობდა რა და აი პროსტა სცენა ქონდა მამის აჩრდილი რო შემოდის რა ეგ სცენარი და ტიპი გავიდა რა სცენიდან და იმენა ჩაიცვა და წავიდა რა ჩააგდო სპექტაკლი და რო კითხეს მან რა ჭორები იყო რომ ვითომ მამა ყავდა ამას გარდაცვლილი ხო ხდები და ეს მამის აჩრდილთან ვერ რაღაც მართლა მამამისი მოელანდა და რაღაცეები რა ჭორები ტიპმა იბაზრა რომ იმდენადო ჩემ თავსო გზნობდი არაფრის მთქმელადო და არ ვიყავიო მართალიო იმ სცენაშიო რა რასაც ვამბობდიო რომ აი ეტოქში გავიდა რა ეგ ძალიან იმათ თამაშობს ახლა სტანისლავსკის ხო მაგრამ ბიჭო ანუ ცალკე არის მაგის როლი და მაგის როლის განხილვის რეცენზიება და დაყოფილი ცალკე ნამუშევრები აქვს მაგრამ ეთყობა მე მომწონს ეგ ანუ ხო და ეგ ზერმეტი არ არის შენი აზრით არატო ბიჭო ანუ ხელოვნება ეგ არის რა აი თუ პერსონაჟად უნდა გადაიქცე თემა რო ბიჭო იმ მომენტში გეტყვი რა აი მაგალითად ეხლა გეტყვი ჩვენი ნუგზარ ყურაშვილი ყველა ცხელძახში რომ თამაშობს ხო და ძალიან კარგი თეატრის არტისტი და ჩვენი დიდი მეგობარი მოკითხვა მას თუ ჩართავს რავი ჩაუგდებ ლინკს და გაიხარდება აი ნუგზარი არის ძალიან ორგანული რა ყოველთვის რა უბრალოდ აი მე მევასება ეგეთი არტისტობა რომ ყველა როლში მინდა ვიყო განსხვავებული შევისის ხორცო და ვიყო სხვა და არ ვიყო ანდრია რა ხო მაგრამ გადაიქცე პერსონაჟად ბიჭო აი მაგასაც მოგიყვები მაგრამ აი ნუგზარმა მითხრა ხო ძალიან ორგანულია რა ესეთი რაღაც ესეთი ხმა აქვს რაცოდა რა შვილო დაიკიდე რა ყველაფერი ანუ იყავიო შენო ოღონდ შენი თავი ჩააგდე აი იმ პოზიციაში იმ ტიპის რომელსაც პირობითად ცოლი ღალატობს შვილი რაღაც რა ვიცი მე რაღაც თავის ამბები აქვს მაგ ამბავში ჩათვალე რომ შენ ხარო და ეკენიო რა და ხშირ შემთხვევაში ეგ ბევრ არტისტს უხდება მაგრად თან ორგანული არ ბიჭო ანუ რეალობაში არიან ხა აი იგივე ტომ ჰარდი ვიღაც ტიპები ვინც მაგ ამბავში არიან მაგრამ ეხ დენიელ დე-ლუის აბსოლუტურად განსხვავებული როლები აქვს შექმნილი ხვდები მე ორივე ჯონი დეპის ეგ ტიპი არის სხვადასხვა მასტი არის სხვანაირად რავი ორივე ამბავი მე მევასება მაგრამ მე უფრო ის გონია რა ბიჭო აი საინტერესო ხო უნდა იყოს რა ვიტყოდი რომ გენიალური არის კიდე ჯიმ კერიც მიუხედავად იმისა რომ ხალხს გონია რომ რაღაცა ბიჭო კომედიური და არა ჯიმ კერის დრამა ხო გახდა მაგარი ზე ფარი და ზოგადად მე ერთ რამეს გეტყვი რა ყველაზე კომიკოსი ტიპები ეგრეთ თამაშობდა გაკრა სტანისლავსკის იმით თამაშობდა რომ ანუ კადრს გარეთაც იყო პერსონაჟი რა ეგ არის მუღამი რომ ანუ მთლიანად უნდა გადაიქცე პერსონაჟად თუ ანუ მუღამი ეგ არის ყველას კაი რაც ოდესმე გიჩუქებია ბატუტიაო ჩემი ძმა იმიტომ რომ როგორც იქნება ვისვენებთო შევაგდებო ჩაუკეთა ასე რა ქვია ბატუცო და всё სანი გადავიყვანე იმ დღეს გააგიჟანი ნათლიამისში დავითა იყო გვენეტაძე ჩამოსული და მე პატარა ვარ მე ოღონდ აი ტვინის ჩაქუჩი არის ესე ოღონდ მოქმედები თუ აჩერებ მე ბაზრობს ბიჭო რაღაც მომენტი ხო რაღაც თან დავითას ბავშვი ზის როგორ წყნარად ისა აი მართლა ევროპელი აი ევროპელი და ეს უნდა დააყენო გვერდი ქართველი ჩვენო მართლა მოსაპარად ჩავდივარ და რო ბაკალია და ვერ ვარ ჩვენ მოტორზე და ის ბავშვი იყო იმანდა წყნარად იყო საჭაშნიკეში ჩავედით მე იქაც აი ის ხო არა ქვე ფანკრები და ისინი ხატავდა მთელი საღამოს სანამ ჩვენ სვავდით წარმოიდგინე ხმარა მოუღია ბავშვს ზედმეტად რა და რატო არ დამპატიჟეთ შენ ხარ გაგინო და ბიჭო სანი რო გადმოიყვანა ამან აი 2 წუთი აი სანამ ოდნავ გაშინაურდა კალას 5 ჯერ დააბარა რო წყალი მომიტანეო
ეს დაჯდა და 30 წამში თავზე ეჯდა, იმენა თავზე ეჯდა ზუსტად, აი არ ვიცი, რეები იქნა ბავშვმა ვერ გეტყვი. სახში არის ეგრე 24 ხო, და ბოლოს ამან წავიყვანო, ხო ბიჭო, დაისვენეთო თქო. არა, ეცი რატო ბოლოს მოვიდა და კუკა მინდა. მამა კუკა მინდა. კაი მეთქი ოღონდ აქ არ ქნა შვილო და უკა საიდან უთხრა იცით ან თავზე რო ეჯდა მანდ ხო და წაგიყვანი. მან არ ქნა მამა და როცა გინდა. გააკცუნა ეგრევე მე. მოგეხსენებათ ჩვენ პოდკასტში თამაშები გვაქვს ხოლმე, რადგან ფილმებზე ვსაუბრობდით და კინოებზე. დიახ. პირველი თამაში იქნება Halloween-თან დაკავშირებული. ასე თუ ისე. და უნდა გამოიცნოთ horror ფილმის, ანუ მიზუმებული იქნება სურათი ამ პერსონაჟის და იქნება უნდა გამოიცნოთ რომელი პერსონაჟია. პირველი ვინც იქნება, ანუ ტაშის დაკვირთ არის, ტაშს დაუკრავდა. მე თუ დავარტყი მე ვიცნობ. კი. თუ ვერ გამოიცანი სხვა გადადის. მე დამე რა არ ვიცი. ეს არის კრავთა დუმილი. რა თქმა უნდა, არა, გუნდის ხელები გაამზადეთ დავარ. და გეტყვით მინიშნებას. ოღონდ ძალიან ისეთი მინიშნებაა, რომ უჭველი თუ იცით. ხო, მე არ ვიცი. ეს არის თოჯინა. ესა. ანაბელი. თოჯინა რადგან ხერხია. არა არის. ჩაკი. ჭაკი არა. ჩაკი როგორ არის იცით? ანუ ეს არის საკულტო პერსონაჟი horror ფილმებში. ნანახი არ მაქვს პროსტა. კრავთა დუმილი. ეს გაბუმ ხო, არა, შენ გეკუთვნის ერთი ქულა, ნამდვილად. მადლობა გაბუ. გაბუ. წავი, აბა. შემდეგისთვის გავიმზადეთ. ეს არის რა, რო ყვირის რა, ესა კივილი, არა? ასტრალი. მაშინ აქ უკვე ტაში ტაშს. აი, ის არის რა ქვია, მონაზონი. ხო, მონაზონი ქვია ამ ფილმს. ხო და ვიცოდი რომ მონაზონი იყო. აბა რა ყვირილია გიტყვა. просто კივილი. გაიგე. რა ყვირილია ბიჭო. შემდეგი? გაიც. ეს რა არის, ვულკანი არის? აუ, ვიცი. არა და უთავო მხედარი. ერთ-ერთია ჯერჯერობით რო აუხსნა ფილმი რომელი არის, მაგით. თუ კარგად ამიხსნი, გეტყვი რომ ეგ არის. აი ხელებზე რო ისა. ეს არ თამაშობს. Mortal Kombat-იც იყო დამატებული რომელიღაცა ნაწილში. არ მე მივხვდი უკვე რა სწრაფო და მართალი ხარ, მაგრამ ჩაგითვალო თუ არა, შენ არის ვინ არის? ეგ არის, რასაც ეს ეძახი. შენ ვაფშე ასე არ ხარ. არა, ეგ არის, აი გონიჯა. მაგის კლავინო და ზუსტად. ფრედი კრუგერი მართალი ხარ. ფრედი კრუგერი, აბა. ფრედი კრუგერი ვერ არის, ბიჭო ეს არის. მეო, ფრედი კრუგერი ვინ არის? ფრედი კრუგერი არის ჩემი ალბათ პირველი ჰორორ ფილმი და ვგიჟდები ამ პერსონაჟზე, ოღონდ ძველ ვათაშორის იმას გავს, Scissorhands იმას გავს. შემდეგი. მე არიცი შენ ახლა მე ვისაგროთ დაეზარ. ჰალო. მოიცა. ამს არც ხოწები. არ მიანიშნოთ რა, ამდენ მინიშნებას თუ ვერ ხედავს. Halloween-ი. Halloween-ი. Frankenstein-ი. Frankenstein-ი. მე შეიძლება მეშნებაში. კონდიში გისმენთ? მე მეგონა და არ არის. რა ქვია იმას, დამოვიწყდა. მოიცა, Mortal Kombat-ში არის ესეც, კნოპიჭე თამაშობდა ხოლმე ხშირად, ჯეისონი, ხო? არ არის. არ არის ჯეისონი? არ არის, შენი ჯერი. არ ვიცი, შენ ძმობას ვისაუბრ თუ ვიცოდე ვინ არის. მაიკლ მაიერსი არის. რა შუაშია მერე? Halloween-ი მე ვთქვი კაცო. ჯეისონი ეგ არ არის. არ არის, ჯეისონი სხვა არის. ორი ერთი არის ანგარიში. მე ვიგებ ხო? არა. ჩემი. ზარი რა. ჯერ მე და მაგრამ ჯერ ამან დაარტყა. არა, გადავახუიო, თხოვთ გადაახუიო. გონდის არ დამალე. ვარი გვინდა აქ. აი, შენ თქვი მიდი. ზარი. ყოჩა. 2-2. ესა ხო. ევილია ეს რა. ეს ხნა კაი მიდი ხა. ამას უნდა ნალევა რა. ხო. 3-2-ია, მაგრამ მე ხო ვიგებ. მე ვიგებ ხო? იმიტომ რომ არასამართლია, მაგრამ კაი ჯანდაბას. ვის აინტერესებს? ამაზე გადამიყვანა შეშემატაში. სამართლიანო. მიდი. ორი გოგო. შეგახსენებ სისმერკაბებში. გისმენთ? ტყუპები. ახლოს ხარ. ბლანკოს კრივის. ახლოს ხარ. ვა. ლიზნიცი. Да, это правильно. ხუპები ახლოს ხარ. შეგიძლიათ რომ ფილმი თქვათ და გეტყვით რომ ეს ადამიანები მაგ ფილმის თავარი პერსონაჟები არ არიან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მომენტია მათი გამოჩენა ფილმში. ხო არ გადაობ ის არის ბიჭო? რა.
ჰერაკლე. კაი, რა ხშირს ბიჭო, კაი, всё, აზრი არა აქვს აშკარად. გავათანაბროთ რა, 3-ით 4-ით 3-ს ვიგებ. ეს არის Shining. Shining არის? ხო, მაუ ტყუპები 3-ით 3 დალიე. ჯერ არა, კიდე გვაქვს. მაშინ არ დალიებ. მაშინ ისევ 3-ით 2 არის. მინდი? გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი? ერთავს რაღაც ხელს გვიშლის ქვევით. ხელს გვიშლის. არ ვიცი, მე ხმალზე და იმაზე 3 მუშკეტერი მახსენდება და ჰორორი. დედა გამარჯობა. სულ რაღაც პოდკასტს წერდა, არ გცალია უბრალოდ და აი გამარჯობა. შენ პოდკასტზე გამოჩდი ამ წამს. რა მე უთხარი ჩვენ მაყურებელს პოდკასტზე. ოხ, კაი, ერთი გაჩერდი. კაი, ერთი გაჩერდით ახლა, ეს იყო დედა ჩემისგან თქვენი მიმართვა. Friday. რა შეიძლება იყოს Friday? მოდი აი. მოდი, მე ვიტყვი რა. 13 ხო, მე რა ვთქვი? რა ხო, მე ვთქვი შეჭი. 4-ით 3, მართალია. 4-ით 2 ძმაო. ეს რა ვთქვია Friday? მე 13 მე 4-ით 2 და ვიგებ. ბოლო, ყურადღებით. Frankenstein. არა. ეგ არის რანაირად არ არის მართლა Frankenstein-ია და. ის ტიპის სახელი ხონდა გამოვიცი. ეს ვინც არის ჰორორის მთავარი გმირის? ხო. Frankenstein-ი არ არის თქო შეჭი. არა, ახალი ფილმი რომ მოისახე, დამოვისყა რა ქვია. არ არის. არც ერთი Frankenstein-ი არ არის. აი. არც ერთი Frankenstein-ი არ არის. აწყობილი კაცი, ასაწყობ ლეგო კაცი. მე და გონდიშა მაგარი სუსტები ვარ ადამიანი რომელსაც თვალს ადამიანი უსმანია. ობობა. აი, არ ჩაგავთვალოთ და რატო იქნება? გონდიშამ წააგო. დაუსხით ვისკი და აი, ეცა. რა ქვია ამ ფილმს, ის ვიცოდი. Pinhead-ი. რა? არ მახსოვს რა ქვია. ამნაირი მას ამოწუწულები ქვია. Pinhead, ხო. Pinhead. გონდიშამ წაასხა. ხერხი როგორ არისო? მინდა შეგახსენოთ რომ გამოიწეროთ არხი და ალაგებთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწეროთ. გაბო, ისი მოვსხათ რა, კომენტარები წავიკითხოთ ახლა. კომენტარებში იაქტიურეთ მეგობრებო, დაწერეთ კითხვები შემდეგი სტუმრისთვის. სტუმარი რა თქმა უნდა არ ვიცით, არც თქვენ, არც ჩვენ ვინ იქნება, მაგრამ დღეიდან სტუმარი ვარ მხოლოდ მე. და მე მაგ დაგავორით მარტო მე. სტუმარს და ვისი კითხვებიც მოხვდება გადაცემაში, მას გადაეცემა საჩუქრად ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და აქვე მადლობა ჩემო. გემრიელ პირთვით რავის ლუდიან, რავის ჯიმსიან, ყველაფერი შენ გამოგატან რა სახში. გუნდიშის გადა. მოტოთი ვართ ორივე და. მე აი წავიდე. დიდი მადლობა. შენ ტაქსში გაგატან. დიდი მადლობა. აი გამოგიტან მე. სანამ გაბუჩართობს მაგ კომენტარებს, მანამდე მინდა უთხრა მადლობა ჩვენს წამდგენს ლუდისას და ჩვენ მეგობარ ლუდ ბავარიას და დავიწყოთ კომენტარების კითხვა გუნდიშის. მე ვიცი ყალას რომელი აბრუნებს ბავშვობაში. ბიჭებო, რომელი კერძი გაბრუნეთ ბავშვობაში? ეს ძალიან მიყვარხართ, ლუდის გარშე თქვენ გადაცემას ვერ უჯდები, კიდევ კარგი კვირაში ერთ გადაცემას დებთ. აბა თქვენ ისი ჯიგრები ხართ. წარმატებას გისურვებთ როგორც YouTube-ზე, ასევე ყველა კარგ წამოწყებულ საქმეში. და პირად ცხოვრებაში. გიყურებთ ოქტობუსიდან მოყოლებული. სამი უღრმეს მადლობა. სანამ კითხვაზე პასუხს დავცემთ, აქ გეტყვით რომ მარხზე დავიწყეთ ვლოგების დადება და გვინდა რომ სურვილი გვაქვს რომ ცოტა მასშტაბური ვლოგები გადავიღოთ, გავიდეთ ქალაქგარეთ და უფრო საინტერესო დაავაგებული ბლოგები შემოგთავაზოთ. გარდა ამის, ჭამიანაჭამე კიდე ხოძზე არის და მოკლედ შემოგვიერთეთ მეგობრებო, იაქტიურეთ თუ ისეთი კერძი არის, დღესაც უნდა ვჭამდე, მაგალითად. იქნება სხვადასხვანაირად ეძახიან, ზოგი ეძახის მამალოს, ზოგი ყიყლიყოს, კვერცხელი ყურები მარტივად რო თქვა, ჩემთვის ეგ არის ცოტა გოგლი მოგლი? ბავშვ გოგლი მოგლი აღარ მაბრუნებს ბავშვობაში, იმიტომ რომ არ რამდენი ხანი არ მიჭამია გოგლი მოგლი. აღარ რავი ხო. ჭამოთ რა გოგლი, ერთი გოგლი მოგლი ვჭამოთ. აზორია. არ გინდა გოგლი. აი რამდენი ხანია გოგლი მოგლი. აქედან გოგს, კაი გოგლი მოგლი საკეთე. სადის კაი გოგლი მოგლი. გოგლი მოგლი, რამდენი ხანია? ძალიან დიდი ხანი. ის გახსოვთ, ბებია ჩემთან რა, სოფელში იმერეთში რა ჩავდიოდი. იყო არ ვიცი მაგ ბებიაზე ამბობ თუ არა, დედა ჩემის მათემატიკის მასწავლებელი. დიანა, კი. ხო. დიანას და, ან რომელიც სოფელში ცხოვრობდა, რო ჩავდიოდი, არ ვიცი მაგას რა ერქვა, მაგრამ ბიჭო, აი მჭადი, ოღონდ აი ზევიდან რაც მჭადის ფქვილი და ყველი ერთმანეთში აზელილი. გიჭამია ჭვიშტარი? არა, ოღონდ ჭვიშტარი არ იყო რა. სხვა რაღაცა. აი იმერლები უეჭველი მიხვდებიან. ჭადის ფქვილი და ყველი იყო ესე აზელილი და აი მრგვალი პონტი იყო რა არ მახსოვს რა იმენა იმერლები მიხვდებიან თუ მიხვდებით კომენტარში
ოჯოტია. მე ვეძახდი მოჭუტიას რასი ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე ჭადი ხო არ მიყვარდა მე. ხო. და აიღე და და ჭადი არ გიყვარს ბიჭო? არა, ხო და არა, არ მიყვარს რა შევჭამ, მაგრამ ნუ არ მიყვარს რა, ანუ ვის არ ვარ რა. აუ ჭადი მაჭამა ნეტა და აუ მე ჭადი და ყველი ჭადი ყველი კიტრი და პომიდორი მაგაზე მაგარი გემო არ არსებობს. ხო და მე აი ვერა და სხვა რო ეხა დიდა საშუალება არ იყო დაიწევდნენ ხოლმე ჭადს მოტეხავ და ყველს დაიწევდა და ესე მორგვალებდა და მოჭოტიას ვეძახდი. გუნდი შემთქვა და მაშინ მე ვიტყვი ხინკალს. ხინკალი ბავშვობაში ბიჭო, ანუ იმ ბავშვობაში არა ეხა მოგერათ რა სახეობებს ხინკალი. ბიჭო, არა გეტყვი რა, ხინკალს ესე არ ვჭამ, აი მოდი, მე ვაფშე ამათმა ხო იციან, არ ვარ დიდი მჭამე, მოდი ხინკალი გამოვჭამოთ, არ ვარ რა, ვაფშე არ ვჭამე მგონი არაფერს და. ბიჭო, ხინკალი ნახე, ხინკალი აი რა მახსენდება, იცი რომ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს რამდენ ხინკალს შევჭამდით და მცხეთაში მახსოვს ჭამე ერთხელ 16 აი დიდი ხინკალი. რა ამბავია შეჩიმა, აი 16 რამე აი აუ ეს ვისთავაზრო ფიმენამ წამალ ხალხთან 18 აქვს ნაჭამი ისე პროსტა მართლა ამხილა ბიჭო სანი არის ეგრე კიდე ძმაო პილმენს მერაბას პილმენს ჭავს რამდენს აი შენიაზე მერაბას პილმენი აქ მაყურებელმა უწოდეს არის ვერაზე კი ჩვენი მერაბის პილმენი აი ამხილა პილმენებია 20 წელს ჭამს ძმაო ბავშვი 20 ბევრია ეს ბავშვისთვის მართლა ბევრია თუ ხო რავი რა ხინკალი ბოჭი ბავშვობაში მევასებოდა სამი კერძის თქმა შემიძლია რაც დამაბრუნებს ბავშვობაში ერთი არის ბრინჯის პაპა მაგრამ მევასებოდა ო საო მანი პაპა აუ მანი მაგრამ მეც მევასებოდა დაჟე პაპა არა ბიჭო აი ეხლა რომ ვიხსენე რომ ბავშვობის მერე არ მიჭამია არც ერთი რა და ბოლო არის რა ქვია ზედაპურიში ვერ მეშენი ძალიან ზედაპური ხო ამარო თქო წერა ხო იცი დიდი მჭამელი არ ვარო რა ანდრია მყავს ძალიან ბევრჯერ ნახი ქუჩაზე რო შეხვდებოდ ხო იცი ჭამდა ნახე აი ნახევარი ესეთი პურები რო არის ხო იცი ეს რაღაც ქვის პურს რაღაც რო ეძახენ კეთზე გამომცხარს თუ რაღაცას რა აი ეგ ზუსტად ჩუაზე რო გაჭრა ესე გადახსნილი ხო და შიგნით ყველაფერი რაც სახში გიქნება რომ ჩაყრელია რა აი ეგრე რო გამორბის აი სადღაც რო მეშკარება და ღამის 11 საათზე 12 საათზე და მანქანის გასაღებად რო აღებსთან და ამით გამორს ხელზავს სენდვიჩ ოფისია ხო და გუდი გავმივარ და რასაკეთებს ხომ ხო ჩაჯდებოდა მანქანაში და ამას იმაზე წინ ის რა ფეხებით ვატარებს თორპედოზე შეაგდებდა ხოლმე ამას და სახლიდან ისტორია როგორც ყავს მაიკო გავმივარ ვივლებ და ის დამახვედრე რა ბუტერბროდი რო წავიღო და იქ და გამოდივარ და გუნდიშა კართან ხდება ჭაფარა ჩამოდის და რა მე ამელია რომ ნახევარ პურს ჭამდა ხოლმე და ნახევარ აქნა ჯეჯემ გადარბენაზე იყო კაცი ეგ არის 3 დღე რო არ გაჭამე მაგ დროს ჭამ მაგდეს ინახავს თორპედოს ნახევარ შეჭამს თორპედოს დატოვებს აკადემიის მე მეორე ნახევარი ექსაჭმენ კიდე ერთი კითხვა არის ბიჭებო ასე გააგზელეთ კითხვა სტუმარს ზუსტად 10 წლის წინ დაბრუნდებოდეთ დროში რა ორ გადაწყვეტილებას შეცვლით ცხოვრებაში ალბათ ერთიც საკმარისი იქნება მომენტ რო შევცვალოთ ბიჭო 10 წლის წინ მე ვქნები 23 წელი აუ ისეთი მაგარი პერიოდი მქონდა 23 წლის რო ვიყავი რომ იმენა მე მაგალითად არაფერს არ შევცვლიდი კიევში გავედი უკრაინულ X ფაქტორზე ხო გახსოვთ ის ოდიშენი რო იყო მეც ეგონა გავასწავლე და ბიჭო მაგან დავაბრუნა მე მუსიკაში თორე იმენა სუთიათში ვიყავ ნინო ქათამაძე ბიჭო იქ საწყობა იყო ხო მაგრამ ნუ ძალიან მაგრა იმღერა უკრაინელები პირში აძლევენ აქ ბონდარენკო მოუგო ჩავიდა და გამოაინეს იმენა რა არა სხვათა შორის ეგ ერთი გამოჩენა იყო ძმაო და გადაობის garaშე მაგის მერე 5 კასტინგზე ვიყავი ჩასული სუმე პატიჟებოდნენ რაღაცეებს და ხალას ჭაქში პატიჟებდნენ და მეთქი რა ვიცი ორი მყავს და დაბადებას რა ქვია კომისარიატში და არა და იქ რა ქვია ანუ მოკლედ რა დაჟე დამამტკიცეს რა ეგეთი ის იყო სერიალი კიევ დნომ ინ ნოჩიუ სერიალიც იყო რა და კიევ დნომ ინ ნოჩიუ ეგრე ერქვა რა და მან ერთ-ერთ ისე თავარ როლზე რა
ბევრს არ ეხტიდნენ, მაგრამ მაგარი იყო პოპულარობისთვის და მაშინ მივიღე ერთ-ერთი ყველაზე აი კაკრას 10 წლის წინ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ან უნდა ამერჩია ისევ საქართველოში დაბრუნება და ახმეტელის თეატრს ჰქონდა გასტროლები ბრაზილიაში და არ უნდა მეღალატა ამ გუნდისთვის, ან ნუ იქით უკვე იყო ის პონტი, რომ უკრაინაში ამეწყო კარიერა და აუჩიე. ხო, საქართველო ბრაზილია რა. ეგ იყო და მაგრამ მაგას არ შევცვლიდი რა, მაგას არ შევცვლიდი. ახსოვს ბრაზილიიდან ბედნიერი ჩამოხვედი, გაგისწორდათ იქ რაც ხდებოდა და ესეთი ის ხონდათ, რა ქვია, თეატრში პერფორმანსი აღს ძალიან მაყურებლის ჩართულობით და ხო, სპექტაკლები. შენი მოყოლილი ისინი ვიცი, ხო, ახლა ბრაზილიაში არ წამიყვანი. ბიჭო, არა, იცი რა, კაი, მართლა მაგარი გამოცდილება იყო, აი ფლაველებთან ვითამაშეთ და ის ტიპები ვნახეთ, აი ფლაველების, ანუ ხო ხტები ზოგადად TikTok-ში რა, მაგრამ შურძმაო, იცი რომელი იუთუბერები საისურო დარბიან ეს კაკო და ჯიგრები და ხო რა. ხო, შორს ეხა მივაკითხეთ ერთ-ერთ მაგ ჯიგარს, მე და წოტნე, გუშინ ვიყავით ასულები საფლავზე. საფლავზე ავიდით. გიგიმ თავი დაიმარხა. ხადაო. 8 დღით, 8 დღით. ეგ მისტერ ბისტს რა აქვს გაკეთებული. ადრე ერთი კვირით მისტერ ბისტს და გიგიმ მეორედ გააკეთა პირველად 3 დღით დაიმარხა. ჩავხედე და კარგად გამოიყო მკუტრის თაობაზე, ძალიან კაი. ჩატანილი აქვს საჭმელი და რაღაცები? საჭმელს უყრიან. მართლა. გამოძახება აქ რა იქიდან და დაადრაგე გლოვა მოდის და რა მაგარი ფილმია ის რო თამაშობს რეინოლდსი. რეინოლდსი დამარხული. კლუბში რო არის დამარხული. ის რა ქვია, ისი სული სამოყვანის ლოცვები? ბიჭო, ერთს. გუნდი შენ შეცვლიდი 10 წლის წინ რო გადაგიხარ. აბა გითხარი. 10 წლის წინ მე ვიქნებოდი, შენ რამდენი თქვი რამდენს ვიქნებოდიო? შენ იყავი 22-ის და მე ვიყავი 23-ის. 23-ისო ეგრე თქვი შენ 23-ის. გახტი შენ. გავხდი. შენ 22-ის იყავი რა. შენ გახდი ეს გასული. კაი იყო, ამას არ აუშავდი. ყველაზე კარგი ხურობა იყო რაც დღეს თქვი. რა თქვი, ვერ გავიგე. შენ გახდი ის გასუქდაო. ბევრად უფრო ჩქარა შევცვლიდი იმ მოტოციკლებს რაც მყავდა. შენ დეგენერატი ხარ, 600-იანით დაიწყო, ხო იცით ეგრევე ტარება ამან. ანუ მოტოზე და სპორტზე 600-იანზე. პირველი მოტო ამისი იყო სპორტი 600-იანი და. და უფრო მალე შევცვლიდი უბრალოდ მოტოციკლს და მეორესაც ვიყიდიდი რა. არ იყო მაშინ მაგდენი. რამე ისეთი რომ მქონდეს ცხოვრებაში რომ ნანოფ რაღაცას და რაღაცა ან ცუდად იყო ისე აი ვერ ვიტყვი ეგეთ რამეს. მე ერთი ჩელენჯი რა. გამოიცანი მელოდიის დედაცვატილეში. მაშინ ბიჭო, დაუწეროთ სიმღერა უცებ. სპარტაკაზე მომყვა ისტორიები. ეხლა სანამ უცებ რაღაც დასული ვიყო რაღაცა. მეზობელი ყავდა სპარტაკა ჩვენ მე და კალას, ნუ ანდრიას უბნელი გამოდის რა იდეაში და მაგარი ისტორიები ქონდა, გამოდგებოდა ხოლმე რამე და გვაგინებდა ხოლმე. ეიდოქში ხოდი მე სამეზობლოს ხშირად ყავს ხოლმე ვიღაც მეზობელი, ვინც გამოდგება და გვაგინებს რა და ერთი მაგარი ისტორია. ადრე ცოტა ძველი ისტორია რა. გამოდგა და მეზობლებო ყველანი ზე მკიდი ხართო რა. ხო და ვიღაცა ქალი ეძახის გვერდზე შემოსვა და სპარტაკ არ დაარო ყველა არ ჩამოხარო. და მაგარი კაი ისინი იყო რა. ამ სპარტაკასთან რო აივლიდი რა. ჩანდა ფანჯარა იყო რა. ამ ფანჯარაში რო შეიხედავდი პლაკატები იყო პორნო ვარსკვლავების, იმინა, პამელა ანდერსონი, დიდი ძუძუი რა და შუაში თამარ მეფე. აი სპარტაკა რო აღწერო როგორი ტიპი იყო, აი მარტო ეგ რომ მოყვა ხტები რა სპარტაკა რო გადაობა იყო და შენ არ იძახდი ლოცულობსო თუ რაღაც ემებს რო აკეთებდა რო ვარჯიშობდა. რო უცნაურ ვარჯიშებს აკეთებდა რა შეოდა ლოცულობს ალბათ. მე კიდე რა იმაზე ბაზრობდა ხოლმე გახსოვს? ბიჭო, საღამოს ქონდა ხოლმე გამოსვლები ისე რა. არ ყავს შენ ეგეთი მეზობელი არ ყოლია სადმე. ვიცი, სპარტაკა მეც ვიცი. გიტარა სტუდიაში. გიტარა. მაიცა მოყვე რა. მიდი მოყევი. სანამ გიტარა. ერთ ახალწელს კამათმა სასტავს ვეუნე მეთქი. აუ ეგ მაგარი. ბიჭებო, ღვინო მე მომაკ მეთქი არ ნერვიულად. მაგაზე ერთად შევბეროთ მეთქი ძალიან გემრიელად მეთქი რაღაც და იტოქში 10 საათზე წავედით შევწექი დავიძინე. მაგრა ევასებოდა ეს დაძინა. ბიჭო ისა მე ბავშვს მიუწექი და ბავშვი სად იყო ბავშვი მე. შევწექი და ველოდებოდით საცვამდეთ იცი დოდო აბაშიძესთან სკვერში. ჩემი ძმაკაცები კლასელები რო იყვნენ კამოდა და მანდგელოდეთ კიდე ერთხელ ძალიან დიდი ხანი. დილის 6-მდე მეთქი გუნდიშა დაბრუნდება. გუნდიშა მოვაწევებო.
კაი, აბა გუნდიში. მოკლედ რამე სიმღერა დავწეროთ. აი ეგეთი რაღაც მოვწერა. ორი იდეა მე. აბა მიხარ. ჰელოვინი რომელიც იმდენად არ მოწონს, ლოთების პოდკასტის იდეა მომწონს. ლოთების პოდკასტის იდეა. მაგრამ ეს არ ვიცი კალამ თქვა ამას წინებზე რომ ეს სამარილეზე რო ამბობდა რაღაცას ლოთების პოდკასტი ესე დაგვარქვეს წონნა. მე და შენ ლოთები არ ვართ, უბრალოდ დალევა გვიყვარს. რა სულელია გიო. მაგრამ ანუ შეგვიძლია უნდა თქვა რომ მელოთი არ ვარ, მაგრამ ანუ შენ უნდა თქვა რომ მელოთია. აბა იგამირით მელოთი არ ვარ. მელოთი არ ჩვენ ვარ. დალევა გვიყვარს. ჩვენ დალევა გვიყვარს. ვიცი რა ვიყო, ეხა მუსიკალური ამბავი რა. მოდი რამე, ხო გვინდა რომ პოზიტიური იყოს ეს. ხო, ხიარული უნდა იყოს ლოთები. ესა ვიღოთ რა. ეს არა მაგალითად ის There's a little song I wrote you must sing for no but don't worry ვისაუსო be happy ეგ და მაგაზე ვიმღეროთ დასაწყისი ესეთი დალევა მინდა არ ვამთრალი და მე გაგზავნა დალევა მინდა ჩამოასხი ერთი სამი სალი ჩამომისხი ერთი ლალი ოკეი გაია ანუ გაია ლალი მომწა ლალი ჩამომისხი ერთი ლალი ხო ანუ ლალი ყوارიცი აი ჩვენი ლალი ჩამომისხი ერთი ლალი კაი ბაზარია ჩამომისხი ერთი ლალი don't worry ძალიან მალე არა უნდა be happy და ეხა მეორე მერე უკვე ეხა დავლიეთ რა და გადავკრავ ერთს და ვიტყვი ბევრს don't worry be happy შევცვალოთ ბიჭო დამაწერინე თან სწრაფად თქვი რამე ჩიპსი ეხა რა ჩიპსი ჩიპსი მინდა რო ჩავსო ჩვენი წარდგენი არის გუდისა ჩემოძმა დალევა მინდა არ ვარ თვალი ჩამომისხი ერთი ლალი no worry be happy don't worry be happy შევცვალოთ მუსიკა როგორ მოდის მე რო don't worry be happy რომ არ ვარ თვალი მადლობა ბევრ დარდობ რომ არ ვარ თვალი ციოლა და ნახე ხა უკვე კარგია ცოტათი ვარ თვალი ბაზარია რა ჩამომისხი ერთი ლარი ბევრ დარდობ არ ვარ თვალი მე კარგია ცოტათი ვარ თვალი მაგრამ თლად ბოლომდე თვალი ჯერ არ ვიყო ჯერ სტუმარი დაგვითვრა რა ვიხარია ყველა ვარ თვალი არ გვიდა ჯერ ყველა ვარ თვალი ბოლოს იყოს ბოლოს ან გადაცემას ვერ ვასრულებთ ბოთლში ცოტა ვისკს უყურებ გადაცემას აქ ვასრულებთ სადღაც პაბში დავასრულებთ აჰა კაი ეს რა ქვია ამსა ყველა მღერით თან მაგრამ მე განმოგიგდებ იმაზე და გახსენდით ვირფასო მეგობრებო დიახ გავედით ბოლოსკენ აქ რაღაც პატარა სიმღერა დავწერეთ და შემოგთავაზებთ ბოლოს მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და კომენტარებში იაქტიურეთ და ჩვენ კიდე უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით და აქვე მადლობა ანდრიას რომ ჩვენ სტუმარი იყო დღეს მართლა ძალიან სახალისო და კარგი გადაცემა გამოგვიგდა გადასტარო სუმე ვიქნები სტუმარი ამიტომ შეეგუეთ თუ შეიძლება კაი ესე რა ჩვენ ვეცადეთ და ჩელენჯი მივიყვანეთ ბოლომდე და დავწერეთ სიმღერა თრალ პოდკასტს რაღაც სიეთყვია ნამა ბოლო დროს იმდენად კარგ გადაცემებს წერთ ხოლმე და ისე მოგწონს ჩვენც ისე სიემოვნებს და სტუმარსაც ის სიემოვნებს რომ ლუკასიც მაგას ვიძახდით რაღაც რომ აბა დავაი კნოპიჭა ძალიან ხშირად და რაღაცა ის ვიზავთ ხოლმე და ძალიან ასწორ სიტყვში ძმაკაცები ძალიან ასწორებს აქ და ძალიან ხშირად უნდა გავამეორებ იმიტომ გარემოს ეგეთი გვაქვს რომ გარემო ეგეთ შექმნება და მე ხალხი ვინც მოვლენ ისე ცოტა ვისაც არ ვიცნობ და ძმაკაცებით მე უფრო გაუსწორდება თვითონაც ეგრე მგონია რა ამიტომ ვიძმაკაცოთ მეგობრებო ყველა მთელმა თბილისმა თელმა იმენა უნდა კარგი ლოთების პოდკასტი ასრულებს ბენდი ცოტნე ანდრია გუნდიშა მაგარი რამებზე რომ ვიყო შეიძლება რომ აი ეს ვაკეთო უბრალოდ დავიწყო მომწონს ეს ამ მუსიკაზე რო საუბრობ ანდრია არ გაწყვიტო წავიდა შეგვიძლია დალევა მინდა არ ვარ თრალი ჩამომისი ერთი ლალი ერთს დარდობ ბევრს დარდობ რომ არ ვარ თრალი ექსპონენციალია ბავარიას მოვიყუდე თან ლუდისას ვახრაშუნე კარგია ცოტათი ვარ თრალი წავიდა კარგი ხარ ცოტნე კარგია ცოტათი ვარ თრალი თვითოშოთიც ჩავაყუდეთ სტუმარი გადავაყუდეთ სულს ვუჭერთ
ის არის გახეული თვალი ეს ვინჩატე და გადაცემას აქ ვასრულებთ გულობას კი არ ვასრულებ და ბოლოს ყველა ვართვალი ერთად წავიდა აღგოი ყველა ვართვალი აი ეს ნიჭიერი ხალხი რო შევიგდე წავიდა მე იმენა ყველა ვართვალი გავიდა დააფეიდე ყველა ვართვალი და ბოლო ყველა ვართვალი ბრავო ბრავო